როგორ ვიყოთ მადლიერი იმის, რაც ჯერ არ გვაქვს და როგორ მუშაობს ეს. რეალურად ეს მუშაობს მარტივად. როდესაც რაღაცის მადლიერები ვართ, ხდება ჩვენი სიხშირის გადაწყობა იმაზე, რისი მადლიერიც ვართ და ალბათობა ამის გაჩენის ჩვენს ცხოვრებაში იზრდება. მაგალითად, თუ თქვენ იქნებით გამოჯანმრთელების მადლიერი, გამოჯანმრთელდებით კიდეც. თქვენ ამით გააძლიერებთ ამ პროცესს. თუ მადლიერი იქნებით ახალი სამსახურის და ახალი შესაძლებლობების, მაგალითად, შესაბამისად ზრდით ამ ყოველივეს შანსს. მადლიერება ძალიან ძლიერი ენერგიაა. ის გაკავშირებთ სასურველ პროცესებს. მეორე საკითხია, როგორ გავხსნათ გული, რომ შევძლოთ გულწრფელი მადლიერება. აქ მნიშვნელოვანი არის იმის მიღება, რაც არის და შეეშვათ ბრძოლას რეალობასთან იმისთვის, რომ რამე მიიღოთ. ის, რაც გვაქვს მომენტში, საუკეთესო ვარიანტია ჩვენთვის. ჩვენ თვითონ ავირჩიეთ ეს. რამდენადაც შეიძლება ეს არც კი მოგწონდეთ. მესმის, რომ ამის მიღება ყოველთვის მარტივი არ არის. მაგრამ აქ სწორედ ესაა გასაღები. როცა იღებთ იმას, რაც უკვე არის, მადლიერებაც გიმარტივდებათ შემდგომ. თუნდაც ჯერ არ არსებულის. თუ აწმყოს იღებ, მომავალსაც იღებ. სურვილი, რომელიც დეფიციტიდან იზიდავს ისევ დეფიციტს. ანუ სასურველის არარსებობას. ჩვენ კი გამოვხატავთ მადლიერებას, რომ მომავალში ისე მოხდება, როგორც გვინდა.